ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაცემიაშინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომელი. დაპირისპირება სამართალდამცველების მიერ 3 პირის შეჩერებას მოჰყვა. სამივე მათგანი დაკავებულია. მარნეულში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. სუბუქი ავტომობილი, რომლითაც პატარწლის ოჯახში მიდიოდნენ, ხეს შეეჯახა. 2 პირი ადგილზე დაიღუპა, დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი. ოცნება გრანტების შესახებ კანონს ამკაცრებს წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც. პარტიის ლიდერი სირაკლი კირცხალიას თქმით, ზუსტდება გრანტების განმარტება. კანონის დარღვევა ჯარიმასთან 6 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს. დაჯადი ხდება გარე ლობიზმით. 6 წლამდე პატიმრობა დაემუქრება პოლიტიკოს, თუ ოცნება გადაწყვეტს, რომ მისი პარტია უცხოურ დაფინანსებას იღებს. ჯანდაცვის მინისტრის დაკავებულ ყოფილ მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახით 500,000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. თანხის გადახდის ვადად ღუდუშაურს 30 დღე განესაზღვრა. მისი ადვოკატის ინფორმაციით, ის გირაოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფას გეგმავს. რამდენიმე წლის წინ რეანომობილის არქონის გამო რაჭაში 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა. დღეს გვეუბნებიან, რომ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სასწრაფოს მანქანების შესაძენად გამოყოფილი 2 მილიონი მოტეხა. წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე. ილია ღუდუშაურს გამოძიება ედავება, რომ სასწრაფოს მანქანების შეძენის შესახებ ტენდერის პირობები კონკრეტულ კომპანიას მოარგო და სამინისტრომ მას უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 მილიონ ლარზე მეტი.